მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები აპარატის თანამშრომლებს, დამსწრე საზოგადოებას, სამინისტროების წარმომადგენლებს. გაერთიანებული ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გვაქვს, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთობლივი სხდომა. გათვალისწინებულია ორი საკითხი, დღის წესრიგით, ყურუმი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გვაქვს, ბატონ რატი. მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები გაერთიანებული კომიტეტის სხდომის წევრებს და სტუმრებს, ადამიანის უფლების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტსაც აქვს ქორუმი, ასე რომ ჩვენი მხრიდანაც სხდომა მზად ვართ მივიღოთ მონაწილეობა. კი ბატონო, ორი საკითხია განსახილველი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების განჩინებების ახსნილების მდგომარეობის შესახებ 2024 წლის ანგარიშები. და ისევ და ისევ იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების ახსნილების შესახებ 2024 წლის ანგარიში. გთხოვთ იურიდიული კომიტეტის წევრებს რომ დავუწყისოთ დღის წესრიგი. მადლობა. ასევე კიდევ ერთხელ მოგესალმები და ადამიანის უფლების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებსაც გთხოვთ რომ ხელისაწევით დავამტკიცოთ დღის წესრიგი. მადლობთ. მადლობა ბატონ რატი. ბატონო ბექა, გთხოვთ რომ წარმოადგინოთ შესაბამისი ანგარიშები. მოგესალმებით ბატონო არჩილ, ბატონ რატი, მივესალმებით პატივცემულ დეპუტატებს, დამსწრე საზოგადოებას. პირველ რიგში წარმოგიდგენთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ახსნილების შესახებ ანგარიშს. როგორც მოგეხსენებათ, წელს უკვე იუსტიციის სამინისტრომ მე-9-ს წარმოადგინა ეს ანგარიში პარლამენტის წინაშე და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა შიდა დონეზე ქვეყნის შიგნით ვისაუბროთ ამ გადაწყვეტილებების ახსნილების შესახებ. თქვენთვის ცნობილი არის, რომ ევროსაბჭოს ფარგლებში მინისტრთა კომიტეტი უწევს ზედამხედველობას ამ გადაწყვეტილებების ახსნილებას, თუმცა განსაკუთრებული დანიშნულება აქვს ქვეყნის შიგნით პარლამენტთან თანამშრომლობას, რადგან თქვენ ბევრად მეტი ინფორმაცია გაქვთ არსებული სპეციფიკის შესახებ საქმეების თაობაზე და ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის ყოველთვის ძალიან სასარგებლო პარლამენტიდან მიღებული რეკომენდაციები. ზოგად ინფორმაციას მოგაწვით, სანამ კონკრეტულ საქმეებს შევეხებით, რა ტენდენციები იკვეთება ამ ანგარიშის მიხედვით. ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ საჩივრების კლების ტენდენცია კვლავაც გრძელდება. მიმდინარე წელს მხოლოდ 190 საქმე არის ევროპულ სასამართლოს წინაშე საქართველოს წინააღმდეგ და ეს რომ შევადაროთ დაახლოებით 2011 წელს, 15 წლის წინანდელ პერიოდს, 94%-ით არის შემცირებული მიმდინარე საქმეების რაოდენობა, რაც თავის მხრივ მეტყველებს განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობაზე, რადგან ზოგჯერ ხუმრობთ ხოლმე, რომ სხვა ახსნა არ აქვს, ერთი ახსნა არის, რომ მოსახლეობას გაეზარდა ნდობა შიდა ინსტიტუტების მიმართ, ან დაკარგა ნდობა ევროპული სასამართლოს მიმართ და ჩვენი, ასე ვთქვათ, ვარაუდი არის, რომ რა თქმა უნდა, პირველი არის რეალური და არა მეორე. ზოგადი ინფორმაცია ასევე მთლიანად დარღვევების თაობაზე, რაც საქართველოს არის ევროსაბჭოს წევრი, 283 საქმეზე არის დარღვევა დადგენილი და ამათგან 253 საქმე შეეხება 2012 წლამდე მომხდარ ფაქტებს, ანუ დაახლოებით 86% 2012 წლამდე მომხდარ ფაქტებს შეეხება. აქედან განსაკუთრებით გამოსაყოფი არის პენიტენციურ სისტემაში მომხდარი დარღვევები. საილუსტრაციო საქმეებიც პარლამენტისთვის არის ცნობილი, რაც ასევე ანგარიშია წარმოდგენილი, ესეთ გახმაურებული საქმეები იყო გირგვლიანის საქმე, ნავთლუღის ოპერაციის საქმე, ეგრეთ წოდებული ციხის პუნქტის საქმე, კორტეპის ოპერაციის საქმე, ოჩიგავას საქმე. ეს არის ის საილუსტრაციო საქმეები, რომელიც ამ წლების განმავლობაში დარღვევების ბუნებას ასახავს ძალიან კარგად, განსაკუთრებით ეს ოჩიგავას საქმე იყო ერთ-ერთი ბოლო, რომელიც არის მოცემული ანგარიში და ამ საქმეში არის პირდაპირ მითითებული ევროპულმა სასამართლომ შეაფასა ეს პენიტენციურ სისტემაში არსებული მდგომარეობა, როგორც წამების სისტემური და სისტემატური პრობლემა, მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი. რაც შეეხება გადაწყვეტილებების ახსნილებას, სულ არის ახსნილებული დახურული 118 საქმე,
ამათგან 100 საქმე, ანუ 85% აღსრულდა და დაიხურა 2013 წლის შემდეგ, რადგან ჩვენთვის იყო პრიორიტეტი არა მხოლოდ დავების წარმოება, არამედ გამოსული გადაწყვეტილებების აღსრულებაც და ეს შესაბამის შედეგებშიც აისახა. წარმოდგენილ ანგარიში ძირითადად 3 დიდი ჯგუფი უნდა გამოიყოს. ეს არის ცინცაბაჯის ჯგუფი, იდენტობის ჯგუფი და თხელიძის ჯგუფი. ცინცაბაჯის ჯგუფი მოიცავს 29 საქმეს და ეს არის ევროპული კონვენციის მეორე და მესამე მუხლებს შეეხება სიცოცხლის უფლებასა და წამების აკრძალვას. უმეტესი საქმეები არის მრავალი წლის წინ მომხდარი. მთავარი გამოწვევა ამ საქმეებთან დაკავშირებით არის ის, რომ გამოძიებას თავის დროზე არ აქვს სათანადო მოქმედებები ჩატარებული, მტკიცებულებები შეგროვებული და დღეს საგამოძიებო ორგანოს ძალიან უჭირს ამ ხარვეზების აღმოფხვრა, სადაც შესაძლებელი იყო ბევრ საქმეზე შედეგი არის დამდგარი, თუმცა მათ ნაწილზე ისე გრძელდება გამოძიება. ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი არის, რომ 2022 წელს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების შედეგად უკვე ყველა საქმეს, რომელიც შეეხება ევროპული კონვენციის მეორე და მესამე მუხლის დარღვევას, იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური. ზოგადი ღონისძიების მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ რაც შეეხება ამ წამების წინააღმდეგ ბრძოლას, ეს რა თქმა უნდა არის ხელისუფლების პრიორიტეტი, თუმცა როგორც ასეთი წამება სისტემური გამოწვევა დიდი ხანია აღარ არის, ჯერ კიდევ 2015 წელს გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ბატონმა ხუან მენდესმა აღნიშნა, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა, რომ პენტენციურ სისტემაში ეს პრობლემა არის გადაჭრილი და ამას იმეორებს ყოველწლიურად უკვე ევროსაბჭოს მასშტაბით და გაეროს მასშტაბითაც შესაბამისი მონიტორინგის მისიები, როგორც არის CPT და SPT, ჩვენ ბოლო 3 წელში CPT-ის 3 დელეგაცია ყავდა პენტენციურ სისტემაში, გასულ წელს ასევე გაეროს ქვეკომიტეტი იმყოფებოდა და ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ ერთი შემთხვევაც კი არ დაფიქსირებულა, მათთვის არ შეუწყობინებიათ, როცა თანამშრომლის მხრიდან პატიმარზე ძალადობას შეიძლება ქონოდა ადგილი და ჩვენთვის ასევე მთავრობისთვის, იუსტიციის სამინისტროსთვის ძალიან საამაყოა კიდევ ერთი სტატისტიკა. 2012 წლის შემდეგ პენტენციური სისტემიდან ერთი საჩივარიც კი არ შესულა სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც დასაშვებად გამოცხადებულა. ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ კარგად მუშაობს ქვეყნის შიგნით არსებული მექანიზმები, რა თქმა უნდა, საჩივრები იწერება სახალხო დამცველის სახელზე, საჩივრები იწერება საგამოძიებო ორგანოების სახელზე, თუმცა პატიმრებს აღარ აქვს საჭიროება, რომ ესეთ საკითხებზე წავიდნენ ხოლმე სტრასბურგის სასამართლოში, რადგან ქვეყნის შიგნით შეუძლიათ მათ სამართალი იპოვონ. შემდეგი ჯგუფი ეს არის იდენტობის ჯგუფი, აქ არის 7 საქმე გაერთიანებული, ეს შეეხება რელიგიური და სექსუალური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის საქმეებს. აქ მთავარი გამოწვევა აქაც გამოძიების წარმართვა არის, თუმცა ანგარიში წარმოდგენილი არის, რომ ზოგადი სიტუაცია ბოლო წლების განმავლობაში გაზრდილი არის, ასე ვთქვათ, მზარდი ტენდენცია არის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სტატისტიკა იზრდება, მაგალითისთვის 2016-2024 წლებში 5129 პირის მიმართ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლებრივი დევნა. ასევე პროკურატურის 2022 წლის 2027 წლის სტრატეგიაში ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გამოყოფილი და საგამოძიებო ორგანოები მუდმივად ახდენენ თანამშრომელთა გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. შემდეგი ჯგუფი ეს არის თხელიძის ჯგუფი, ეს შეეხება ოჯახში ძალადობის საქმეებს, 4 საქმეა წარმოდგენილი. თვითონ ფაქტები მომხდარი არის შედარებით ადრე, დაახლოებით 2014 წლამდე იყო ეს ძალიან დიდი გამოწვევა, მაშინ სახელმწიფოს პოლიტიკა ოჯახში ძალადობასთან მიმართებით იყო აბსოლუტურად განსხვავებული, თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში იცით, რომ ამის შემდეგ ბევრი რეფორმა განხორციელდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სტამბულის კონვენციის რატიფიცირება, შემდეგ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და ამ მიმართულებითაც შეიძლება ითქვას, რომ უკვე ბოლო პერიოდში არის სტატისტიკა მზარდი, როგორც სისხლის სამართლებრივი დევნის, ისე დანაშაულის გახსნის, ასევე შემაკავებელი ორდერების გამოწერის და გარდა შემაკავებელი ორდერებისა, იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყენებს უკვე ელექტრონული მონიტორინგის მექანიზმებს, რომელიც არის ძალიან ეფექტიანი. მთლიანობაში ანგარიში არის მიმდინარე აღსასრულებლად 85 საქმე წარმოდგენილი, სხვა საქმეებზე თუ რაიმე შეკითხვები გექნებათ, მოგაწოდებთ დამატებით ინფორმაციას და გარდა იმ საქმეებისა, რომელზეც ვისაუბრეთ, დამატებით ალბათ აღსანიშნავი არის საქმეები,
რომელიც აღსრულების ეტაპზეა არა საქართველოს წინააღმდეგ, არამედ საქართველოს აქვს მოგებული რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. როგორც თქვენთვის ცნობილია, ყველა საქმე მოიგო საქართველოს როგორც 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ასევე განგრძობადი ოკუპაციის საქმესთან დაკავშირებით. ეს საქმეები არის აღსრულების ეტაპზე, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია გაირიცხა ევროპის საბჭოდან, ჩვენ აქტიურად მუშაობთ მინისტრთა კომიტეტთან, რათა მოხდეს ამ საქმეების აღსრულება. ეს არის ინფორმაცია, რაც მინდოდა მოხსენების სახით წარმომედგინა მზად თუ არ შეკითხვებისთვის. მადლობა ბექა. ბატონო ბექა, პირველ რიგში მადლობა იმ საქმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ იუსტიციის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელთან ერთად და რომ არა თქვენი ჩართულობა და განსაკუთრებით იმ ბევრი ადამიანისა, რომლებიც არიან დაკავებული, რომ საქართველოს სახელი დაიცვან სტრასბურგის სასამართლოში, მათ შორის განსაკუთრებით ხაზი უნდა გაესვას ეს, რა თქმა უნდა, იმ უდიდეს მიღწევას თქვენი პირადი ჩართულობით, თქვენი პირადი ხელმძღვანელობით სხვადასხვა პოზიციიდან გამომდინარე, რომელიც ეხება რუსეთის ომთან, აგვისტოს ომთან დაკავშირებულ საქმეებს და სადაც თქვენი პირადი ჩართულობით და სამინისტროში ქალბატონი თეა ძულუკიანის, რა თქმა უნდა, დაწყებული საქმე და მისი პირადად აქვს მას დიდი ვაზლი გითხრით, რომ დღეს ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ იურიდიულად დადასტურებული ფაქტია, რომ 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღევანდელი დღის ჩათვლით რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და შესაბამისად ადამიანის უფლებათა დარღვევის თითოეული ფაქტი, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობის ქვეშ არის, დღისთვისაც კიდევ ერთხელ უნდა გადაგიხადოთ თქვენ მადლობა და განსაკუთრებით ამაზრზენია, როდესაც სხვა სიტყვა უბრალოდ არ შეიძლება ადამიანმა იხმაროს, როდესაც ამ საქმეების გამკეთებელ ადამიანებს პირდაპირ უშვერი სიტყვებით შეურაცხყოფენ ხოლმე და ყველა კარგად გაითავისოს და გაითვალისწინოს თუ რა არის ქართული საქმის კეთება, რეალური ქართული საქმის კეთება. რაც შეეხება აღნიშნულ წარმოდგენილ ანგარის, კოლეგებო, თუ არის შეკითხვები ანგარისთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები, უფლებების კომიტეტის წევრები. ბატონო ბექა, მე ჯობია მე მგონი რომ მეორე საკითხის განვიხილოთ, წარმოადგინოთ და შემდეგ ორივე ანგარისთან დაკავშირებით გვექნება ჩვენი შეკითხვები და მოსაზრებებიც. მადლობა. კი ბატონო, გაეროს მიმართულებას რაც შეეხება, აქ არის ერთი სპეციფიკა გასათვალისწინებელი, როგორც თქვენთვის ცნობილია, გაეროს კომიტეტების გადაწყვეტილებები არ არის საერთაშორისო სამართლებრივად ქვეყნებისთვის შესასრულებლად სავალდებულო. და აქაც ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება ძალიან კარგად ჩანს ადამიანის უფლების უზრუნველყოფის კუთხით, რადგან 2016 წელს საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა, რის შედეგადაც საქართველოს თვითონ დაივალდებულა გაეროს კომიტეტების გადაწყვეტილების სავალდებულოობა, რაც გამოიხატა ორი მიმართულებით, ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში განხორციელდა ეს ცვლილება, რის შედეგადაც უკვე, როდესაც გაეროს კომიტეტი დაადგენს დარღვევას, თვითონ გადაწყვეტილებაში კი წერია, რომ ეს არის რეკომენდაცია, სახელმწიფოს უწევს რეკომენდაციას, თუმცა ამის საფუძველზეც კი უკვე ჩვენი შიდა კანონმდებლობიდან გამომდინარე შესაძლებელია საქმის გადასინჯვა, ისევე როგორც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებით არის ეს შესაძლებელი და ასევე შესაძლებელია ინდივიდუალური კომპენსაციის აღება. ეს ბევრ სახელმწიფოში ასე არ მუშაობს, შეიძლება ითქვას ამ კუთხით საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეულია, რადგან ჩვენ ადამიანის უფლებებს, როდესაც ეს გაეროს კომიტეტების მიერ არის, ასე ვთქვათ, მითითება გაკეთებული, რომ შეიძლება ადგილი ჰქონოდა დარღვევას, სრული სერიოზულობით ვიღებთ როგორც სავალდებულო აღსასრულებელს და ეს კანონმდებლობაშია გადმოტანილი. რაც შეეხება კონკრეტულ საქმეებს, თვითონ ზოგადი სურათისთვის რომ გითხრათ, კომიტეტებში საჩივრების შეტანა არ არის ისეთი მასშტაბური, მასიური, ასე ვთქვათ და პოპულარული, როგორც სტრასბურგის სასამართლოში, ძალიან ზოგადი სტატისტიკა რომ მოგაწოდოთ, 6000-მდე საქმე არის ევროსაბჭოს წევრობის ფარგლებში საქართველოს წინააღმდეგ შესული და მხოლოდ 20-ზე სულ რამდენიმე 20-ზე ოდნავ მეტი არის შესული გაეროში. ანუ ეს თავისთავად აჩვენებს იმას, რომ ნაკლებად მიმართავენ ხოლმე ამ კომიტეტებს, თუმცა და რაოდენობა შესაბამისად ანგარიში არის შედარებით მცირე. ამ ეტაპზე 4 საქმეზე არის ანგარიში წარმოდგენილი, რომელიც არის აღსრულების ეტაპზე. პირველი ეს შეეხება წამების წინააღმდეგ კომიტეტს.
საქმე შეეხება, ეს არის ჯჩ და ჯე, რომელიც შეეხება 2010 წლის ფაქტებს, ეს იყო მამაშვილი, რომელიც დაკავების დროს და დაკითხვის დროს 2010 წელს დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას, ასევე ერთ-ერთი მათგანი იყო ინსულინზე დამოკიდებული და მას ინსულინის ინიექციის გაკეთების შესაძლებლობა არ მისცეს, რის გამოც მხედველობა დაუქვეითდა. აი ამ საქმეში დაუდგინდა კომიტეტის მიერ საქართველოს დარღვევა. ამ ეტაპზე გამოძიება არის მიმდინარე. ყველა შესაძლო საკამოძიებო მოქმედება ხორციელდება, თუმცა ხელშემშლელი გარემოებიც არსებობს, რადგან მოწმეთა ნაწილი ან საქართველოში არ არის, ან გარდაცვლილია და სრული სურათის შეკვრა არის რთული. თუმცა რაც შეეხება კომპენსაციას, ორივე მომჩივანმა ისარგებლა ჩვენი კანონმდებლობით მიცემული შესაძლებლობით და მათ მიიღეს 12000 ლარის და 20000 ლარის ოდენობის კომპენსაცია როგორც მომჩივნებმა. მეორე საქმე ეს არის გაეროს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღბოფრის კომიტეტში, კომიტეტის გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ეს ცნობილი საქმეა, ხანუმ ჯეირანოვას საქმე, რომელიც შეეხება ოჯახში ძალადობის საქმეს. ეს მომხდარი არის 2014 წელს, როდესაც ამ ქალბატონის ნათესავებმა იძალადეს ხანუმ ჯეირანოვას და რამდენიმე დღეში ქალბატონი ჩამომხრჩვალი იპოვეს. კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურამ ეფექტიანად განახორციელა საგამოძიებო მოქმედებები და 5 პირი მიეცა პასუხისგებაში და უკვე გამამტყუნებელი განაჩენებიც დამდგარია, ასევე მომჩივნებმა ამ შემთხვევაში იყვნენ გარდაცვლილი შვილები მიიღეს 100000 ლარის ოდენობის კომპენსაცია სასამართლოს მეშვეობით. მესამე საქმე ეს არის ბავშვის უფლებათა კომიტეტში. ეს საქმე ცნობილია ნინო წმინდის პანსიონის საქმის სახელით. შეეხება პანსიონში მყოფ 21 ბავშვის უფლებების დაცვას, რომლებიც დაობდნენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის საკითხებზე. კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ მიმდინარეობს გამოძიება ამ საქმეზე, გამოძიება მანამდეც იყო დაწყებული. ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ საქმეში, რომ მუდმივი მონიტორინგი გაუწიოს ბავშვების საჭიროებებს, მუდმივად ხდება მათი საჭიროებების შესწავლა, სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების დახმარებით. ამ ეტაპზე 6 ბენეფიციარი რჩება ნინოწმინდის პანსიონში და როგორც აღნიშნეთ, მუდმივად არის ჯანდაცვის სამინისტროს ზრუნვის სააგენტოს მონიტორინგის ქვეშ. მათაც მიმართეს კომპენსაციის მიღების მოთხოვნით და სასამართლოში მიმდინარეა ეს საქმეები. და ბოლო საქმე ეს ასევე ბავშვის უფლებათა კომიტეტში არის. ეს არის ნბ საქართველოს წინააღმდეგ. საქმე შეეხება 2017 წელს საბავშვო ბაღში მასწავლებლის მხრიდან აღსაზრდელზე ფიზიკურ შეურაცხყოფას და სადამსჯელო ზომების გამოყენებას. საქმე კომიტეტში მოხდა, რადგან მომჩივანი მიიჩნევდა, რომ არ იყო ბავშვის უფლებები ირღვეოდა, რადგან ის დაზარალებულად არ იყო ცნობილი, თუმცა მოგვიანებით დაზარალებულად ცნობა მოხდა ბავშვის, მიენიჭა ეს სტატუსი, კომპენსაციაც მიიღო ეროვნულ დონეზე და კომიტეტმა ეს საქმე უკვე დახურა. ეს არის დამატებით ზოგად ღონისძიებებზე დამატებით აღარ მოგაწვით ინფორმაციას, რადგან სტრასბურგის ფარგლებში უკვე ვისაუბრე და შესაბამისად დამატებით აღარ გავიმეორებ. მადლობა დროგაკა. დიახ. კიდევ ერთხელ მინდა მოგესალმოთ ბატონო ბექა. მე ერთი კითხვა მექნება კომიტეტის ანგარიშებთან დაკავშირებით და უბრალოდ მოსაზრება მინდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაკავშირებული ანგარიშთან, ზოგადად აი ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან როდესაც თქვენ დაასრულეთ განხილვა კომიტეტის დარბაზიდან გასული ვიყავი. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო და მადლობა უთხრა იუსტიციის სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ვინც საქართველოს სახელმწიფო და ეროვნულ ინტერესებს იცავს სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოში და ჩვენი არაერთი ისტორიული საქმე მოვიგეთ, განსაკუთრებით გამოყოფ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, სადაც ანგარიში ჩვენ საქართველოს რუსეთის ფედერაციას მშრალ ანგარიშზე ამარცხებს სტრასბურგის სასამართლოში და მე აქვე მინდა კიდევ ერთხელ ვაუწყო ჩვენ საზოგადოებას, რომ სტრასბურგის სასამართლოში აი ამ საქმეებზე, რომელიც ოკუპაციას ეხებოდა სინამდვილეში, საქართველოს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არ იბრძოდა, არამედ ჩვენ ერთად გვებრძოდა რუსეთის ფედერაცია და ნაციონალური მოძრაობა და ეს არის ფაქტი და სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს რუსეთის ფედერაცია და ნაციონალური მოძრაობა ერთად დაამარცხა თითოეულ საქმეზე.
ამიტომ ამ საქმეებს აქვს ისტორიული მნიშვნელობა, მათ შორის არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ნებისმიერ იმ ქვეყნისათვის, ვისი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედაც რომ ოკუპაცია არის, აქედან გამომდინარე ეს საკითხები ნამდვილად ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში. და თქვენ უშუალო მონაწილე ხართ ზუსტად ამ პროცესების და კიდევ ერთხელ გამოვყოფ, რომ აქ რუსეთის ფედერაციას დაეკისრა პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ამავდროულად ამ საქმეებიდან გამომდინარე არა მხოლოდ 2008 წელს განხორციელებულ ოკუპაციაზეა საუბარი, არამედ 90 წლებიდან ოკუპაციაზე და მას შემდეგ უკვე ბურდერიზაციის საკითხებზე, ანუ სამივე მიმართულებით შეიკრა ეს საქმეები, რომელიც ჩვენ მოვიგეთ სტრასბურგის სასამართლოში. აქედან გამომდინარე ეს ნამდვილად სამაგალითო და დასაფასებელი არის, რა თქმა უნდა, სრულიად ქვეყნის მხრიდან. რაც შეეხება მეორე საკითხს, საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 5 მაისი იყო. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც ჩვენ მოვახდინეთ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. 4 წელი არის ფაქტობრივად გასული უკვე ამ საკითხის შემდეგ და უბრალოდ მაინტერესებს ამ მიმართულებით თუ არის მიმართვიანობა კომიტეტში და თქვა აი რა მდგომარეობა, ვფიქრობ, რომ საინტერესო არის ეს ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც. მადლობთ. მოგესალმებით. ბატონო ბექამ, მივესალმები ჩემს კოლეგებს და ამ საზოგადოებას. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მაგ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ მკაფიოდ გააჟღეროთ თქვენ და დააფიქსიროთ პოზიცია, რომ საზოგადოებისთვის ნათელი იყოს იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს როდესაც ჩვენ აქ აი ამ საკითხს განვიხილავთ და მართლაც ინდიკატორი არის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს სტატისტიკა, ანუ გასარჩივრებული გადაწყვეტილებების ეროვნულ დონეზე სასამართლოების გადაწყვეტილებების სტატისტიკა, ეს არის მთავარი ერთ-ერთი ინდიკატორი. თქვენ ახსენეთ და არაერთ გამოსვლაში, როდესაც ხელისუფლების ცვლილება მოხდა მანამდელი საქმეებთან მიმართებაში, ეს როგორ იყო და სტატისტიკა, არა მარტო სტატისტიკასთან მიმართებაში, ასევე ჩვენმა მოქალაქეებმა რო გაიგონ, მათ ვინც იურისტები არიან, არა მარტო ვინც იურისტები არიან, ზოგადად ჩვენმა მოქალაქეებმა რომ კაფიოთ, იმიტომ რომ მართლმსაჯულება არის ერთ-ერთი ქვაკუთხედის საკითხი და განსაკუთრებით ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან რაც გამოცხადეთ და რასთან არის ეს დაკავშირებული თქვენ როდესაც ანუ იუსტიციას მერე მოუწია არაერთ საქმეზე შეთანხმების გაფორმება იმასთან დაკავშირებით რომ შეიძლებოდა რომ საქმიდან გამომდინარე დადგარიყო ასე ვთქვათ არასასურველი შედეგი და რომელიც ასევე ქვეყნის იმიჯს დააზიანებდა. მე მინდა ასევე მოხალხეებმა თქვენიდან გაიგონ ეს თქვენ რო განუმარტოთ რომ გასაგებია იუსტიციის სამინისტრო და რა თქმა უნდა მთელი სახელმწიფო ზოგადად ჩვენ დგავართ ფუნდამენტურად იმ საკითხზე, რასაც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუხრელი ზედმიწევნით დაცვა ქვია, მაგრამ ვერც ერთ შემთხვევაში, ვერც ერთი იურისტი, ვერც ერთ სასამართლოში დედამიწის ზურგზე არ ვიცი სულ რო ციცერონი იყოს, ვერ მოიგებს იმას, თუ არ არის მოსაგები საქმე. ეს საქმე, ასე ვთქვათ, თქვენ როდესაც სტრასბურგში გამოდიხართ, თქვენ ძალიან ნიჭიერ გუნდთან და პირადად თქვენ უდიდესი გამოცდილება გაქვთ და განსაკუთრებული მადლობა თქვენ ყველა იმ თანამშრომლებს, ვინც ჩაუხრილად შრომობს და ამისთვის აკეთებს ძალიან დიდ საქმეს. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებით წარმატებულები და ვერ მოიგებთ, ასე ვთქვათ, და ვერ დაასრულებთ წარმატებით, თუ არ მოგცათ ეროვნულ დონეზე გადაწყვეტილებებმა ამის საფუძველი და საშუალება. საზოგადოება უნდა გაიგოს, ეს არ არის ის, რომ ერთჯერადია, ასე ვთქვათ, საქმე, რომ თითქოს ერთი მხარე მეორეს ედავება, მანამდე არაფერი არ ხდება, სადღაც წავიდა ადამიანი, მოვიდა და ან მოიგო, ან წააგო. ეს ასე არ არის. ამის უკან დგას უამრავი სამუშაო. და ეხლა დღეს, როდესაც ჩვენ ამას განვიხილავთ, არაერთ იმ ეროვნულ დონეზე სასამართლოს წარმომადგენლებს, მოსამართლეებს უწყობენ წარმოუდგენელ რამს. ხო გესმით ეს და საზოგადოება უნდა გაიგოს. და ის ადამიანები, ვინც ეროვნულ დონეზე სწორ და მართებულ გადაწყვეტილებას იღებენ. ეს სტატისტიკა სხვა რამე კი არ არის. სხვა შემთხვევაში ხო სხვა სურათი იქნებოდა. ეს ადამიანები გონია, ვინც აი მართლმსაჯულებას სწორ და არამრუდე მართლმსაჯულებას
ემსახურება და აკეთებს. ხშირად სილისწამების, ბულინგის და უსახურებელი ასე ვთქვათ 1000 გვარი სიბინძურის ქვეშ უწევთ მუშაობა. და რის გამოც? როდესაც ეს საქმეები და ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ кейსები მიდის შემდეგ უკვე. აი საგამოძიებო კომისიის მიმდინარეობას უყურებთ ალბათ თქვენ და ჩვენი საზოგადოება. არაერთი განცხადება, რომელიც შემოდის, უამრავი არის ბუნებრივია. ზოგიერთ შემთხვევაში, მაგალითად, რაც იმის შემდეგ, რაც მანდატი გაფართოვდა და 12 წლის შემდეგ მოგვეცა, ასე ვთქვათ, კომისიას პარლამენტისგან დავალება სამუშაო იყოს გაფართოვებული და ფოკუსი იყოს გაფართოვებული. ხშირ შემთხვევაში ან ორ ინსტანციაში არის გასაჩივრებული და ზედა ინსტანციაში არ ასაჩივრდება, მაგრამ დაახლოებით 85% საქმეებისა მეორე ინსტანციაშიც კი არ საჩივრდება. ადამიანებს ვეუბნებით, რომ თუ რაღაც არ მოგწევს და ბუნებრივია ჩვენ გვესმოდეს ეს რომ და მგონია რომ ჩვენ ბიზნეს საზოგადოებას ესმის რომ სასამართლოში და ნებისმიერი დავის შემთხვევაში, როდესაც მხარეები დაუბრენ, ორი მხარე მოგებული გამარჯვებული ვერ იქნება. ერთი აგებს, ერთი იგებს, ეს ხო ბუნებრივია. წაგებული მხარე ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა რომ სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე და პირველ რიგში მტკიცებულებების არქონის და პოზიციის არქონიდან გამომდინარე ბუნებრივია აგებს. ის არ იქნება კმაყოფილი, ხო ესმით? პირველ რიგში ამ შემთხვევაში თავის-თავზე უნდა იყოს ანონიმური გაბრაზებული, როდესაც ჩვენი იურისტები ვართ და ვიცით ეს რაღაცთან არის დაკავშირებული, ხო მასია? მაგრამ რო ვეკითხებთ რატომ არ იქნა გასაჩივრებული, თვითონ ხვდება რომ წამგებიანი პოზიციაში და მე მაინც ვსწრდი და შემოვიტანე, აი ესეთი პასუხები არის. ეს მინდა რომ ვიცოდეს ფაქტის საზოგადოება. ამიტომ ჩვენ აქ რას არ უნდა ვისაუბროთ და ბუნებრივია რომ და ძალიან დიდი მადლობები და მე ვერთები ჩემი კოლეგების, მაგრამ ამას ზღვა სამუშაო აქვს. ძალიან დიდი სამუშაო აქვს და აი ეხლა ამ წუთასაც კი არაერთ სასამართლო ცდომის დარბაზში მიდის 1000 გვარი ცილისწამება და 1000 გვარი უბედურება და აი ამ ტერორის ქვეშ უწევთ ხშირ შემთხვევაში არაერთ მოსამართლეს მუშაობა. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ და ამისთვის რაიმე განსაკუთრებულს კი არ ვიძახი რომ ვიღაც რაიმე ეკუთვნის, იმიტომ რომ პოზიციაზე როდესაც გაცნობიერებულად ადამიანი განაცხადეს პრეტენზიას რომ მას აქვს სურვილი რომ იყოს სახელმწიფო სამსახურში და განსაკუთრებით იყოს მოსამართლე, ჩვენ აქ როდესაც უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებს უსმენთ, პირველი კრიტერიუმი არის მისი მედეგობა. მაგრამ ხო გესმით როგორ არის ეს არის რაღაცა ზღვარი, ხო? უკვე მართლაც გაუგონარ წითელ ხაზებს ილდება. აი აქ არის შინაგან საქმეთა სამსახურის წარმომადგენლები. ერთი ალბათ ვკითხოთ მათ წარმომადგენლებს. აი ამ წუთასაც კი სასამართლო დარბაზებში რის ქვეშა და რის ფასად უწევთ. აი ამ გოგო ბიჭებს ერთი ვკითხოთ რის ფასად უწევთ მუშაობა. და შემდეგ უკვე თქვენ, როდესაც თქვენ ძალიან ასე ვთქვათ წარმატებულ ბუნს მაღალ კვალიფიციურ ხალხს და მე ვამაყობ რომ თქვენ წარმოადგენთ სახელმწიფოს პირდაპირ გეუბნებით ამას. ეს ყველაფერი არის რა თქმა უნდა კლიანი ერთი ჯაჭვი და აი ამ მართლმსაჯულებაზე შეტევა რომ იყოს მრუდე მართლმსაჯულება კრიტიკაც რა თქმა უნდა არავინ არ არის ამისგან თავისუფალი და ბუნებრივი ეს კარგად უნდა გავიგოთ, მაგრამ არ შეიძლება რომ უბრალოდ ამას ერთი სიტყვითაც მაინც არ აღნიშნავდეთ რომ იმის გამო და ვინებობს ამას. აი თქვენ რო ყოფილიყავით ეხლა ჯვარი წერიეთ, მაგრამ აი თქვენ რო ყოფილიყავით ეხლა მაგალითად ნაციონალური მოძრაობის დროს აი ამ გაუგონარი кейსების დროს ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები სადაც ადამიანს ეუბნებიან რომ იცით რა არის 12 საათამდე ღამე ხალხმა რო არ დაგინახოს ჭირის უფალ მამას, შვილდარ მამას, რომელსაც შვილი 23 წლის ბავშვი შვილი მოუკლეს, არ დაგინახო რომ საფლავზე მიხვიდე და იტირო. აი ამ საქმეს რომ მოგცემდნენ და გეტყოდნენ ეხლა, აბა მიდი ეხლა წარმატებულად მიდი და დაბრუნდი ქვეყანაში და მოიგე ეს. აი იმ საქმეს რომელსაც თქვენ ბრძანდებოდით კომისიაზე და სადაც საერთოდ გაუგონარ რამეზე არის ლაპარაკი რომ რუსეთი რომელიც საქართველოს გაუგონარი ძალისხმევი დავამარცხეთ მართლაც მტკიცებულებები სად წაიღეს და რა გააკეთეს რომ ეს პირდაპირ ნიშნავს იმას და ჩვენ დასკვნაში ამას ბუნებრივია სათანადო ადგილი ექნება. იქ ყველაფერი გააკეთეს რომ რუსებს მოეგოთ
ის კი არა რომ მადლობა რომ თქვენ მაგრა გააკეთეთ და საქართველოს რომ მოიგო. მინდა რომ გაიგოს ხალხმა რომ დიახ პირიქით გააკეთეს. ის კი არა რომ ისკანდერის ნავსხროვების რაღაცას როგორ უნდა გაექროთ და რაღაცა კი არა მოეძიებიათ მტკიცებულებები დაემაგრებინათ სამართლის საქმეებზე აეკინძათ და გაეშვათ სათანადო ფორმით და კანონით გათვალისწინებული ფორმით. მეტიც ყველაფერი გააკეთეს. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემო მეგობრებო, ჩემო საზოგადოებო, მინდა რომ იცოდნენ საზოგადოებამ რომ დღევანდელ კომიტეტის ხდომაზე, სადაც თქვენ გამოდიხართ და საუბრობთ მეტად მნიშვნელოვან საქმეზე, ეს არის პირდაპირ ინდიკატორი იმისა, რომ საით მიდის ქვეყანა. ხშირად რომ კითხულობთ. საით მიდის და ეს არის თქვენს მიერ გაცხადებული ციფრები. ეს ის ციფრებია, რომელიც ჯიუტად აცხადებს, რომ დიახ, ქვეყნის მართლმსაჯულება დიახ არის ფორმაში. და დიახ სწორი და მართებული მართლმსაჯულებაა. აი ამ ციფრებს უნდა გაუსწორონ თვალი. და თუ ვინმე შემომედავება, ეს ზათვა მოვისმინო და არ დააუწყდეს იმას, ვისაც ამასთან დაკავშირებით გაუჩნდება სურვილი, რომ ოპონირება გაგვიწიოს, ნაკლებად ჯერა რომ ვინმე იქნება ასეთი უტიფარი, მაგრამ თუ ვინმე მაინც აღმოჩნდება, იმიტომ რომ მათი მხრიდან მე არაფერი აღარ მაოცებს, იმასაც ვეტყვი, რომ ეს სტატისტიკა არ არის, სადაც ადამიანებს ასევე პირდაპირ ნიღბიანებს თუ შეიარაღებული პირებს უგზავნიდნენ, რომ არ გაბედო, რომ სტრასბურგში შენ წაიღო საქმე, ესეთებიც მოვისმინეთ. ღია არის, მეგობრებო, პირდაპირ ყველას თავაზობთ. მათ შორის იმ ეგრეთ წოდებულ ბრჭყალებში ოდიოზურ ფიგურებს, ვინც მართლა იძახდა, რომ რაღაცა ხდება. წაიღეს და ნახეს, როგორი ყუდამოძუებულები წამოვიდნენ, იმიტომ რომ ნოლია შედეგი იმას, რასაც პოპულიზმი ქვია. შეიძლება გამიგზელნა სიტყვა მომიტევეთ, მაგრამ ეს უნდა აუცილებლად მეთქვა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა დგას სწორ რელსებზე, სადაც დემოკრატია არის, სადაც მართლმსაჯულების განუხრელი დასვა ქვია, სადაც სიმართლის დასვა ქვია. ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ყველა იმ თქვენს თანამშრომელს, ვინც ამისთვის ძალიან ბევრს აკეთებს. მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები ბატონ ბექას, მივესალმები დამსწრე საზოგადოებას. მეც მინდა დავიწყო იმ საკითხით, იმ თემით, რაც ქვია ჩვენ ქვეყნის ინტერესების მკაფიო დაცვა და ამაში მინდა მადლობა გადაგიხადოთ. თქვენ მადლობა გადაუხადოთ თქვენს გუნდს, დღევანდელ ხელმძღვანელობას, იუსტიციის სამინისტროს და ყოფილ ხელმძღვანელობას, განსაკუთრებით ქალბატონ თეა აწოლოკიანს, რომლის მინისტრად ყოფნის პერიოდში გამორჩეულად იყო, ხაზგასმით იყო მართლაც ესე ჩვენი ქვეყნის სახელი და ინტერესები ამ ძალიან მაღალ სამართლებრივ ფორუმზე დაცული და იქ ის საკითხები გადაწყდა, რომელიც დღეს სწორედ აძლევს საშუალებას და კარდ-ბლანშ თუნდაც დროებით საგამოძიებო კომისიას, რომ ძალიან აქტიურად და თავისუფლად იმუშაოს კონკრეტული მიმართულებით გამორჩეულად. ეს მიმართულება 2008 წლის თემაა, თუმცა არა მხოლოდ და ამაში ძალიან დიდი როლია სწორედ ჩვენი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს იმ ადამიანებისა, რომლებიც ესე არ ვიქნები შორს სიმართლისგან თუ არა რაღაც ბრძოლის ხაზზე მდგომი იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ეს კიდევ ერთხელ გამორჩეულად ჩანს სწორედ 2008 წლის საკითხებთან დაკავშირებით, სადაც საგნებს დაერქვა აბსოლუტურად თავის სახელი, ოკუპაციას დაერქვა ოკუპაცია, ის რაც რითაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ნაციონალური მოძრაობა ებრძვის დღეს მე ვიტყვი არა ქართულოს ცნებას, არამედ სრულად საქართველოს, არის თითქოს რაღაც კოზირი, რომ 2008 წლის საკითხებთან მიმართებით რაღაც სხვა სენსიტივები გააჩნიათ და რაღაც ჯიხსირტყავენ, გამოდიან რომის პაპზე დიდ კათოლიკეებად და თავს აცხადებენ რაღაც ძალიან დიდ პატრიოტებად. სინამდვილეში არის აბსოლუტურად პირიქით და ეს პირიქით რომ არის, ამას ბუნებრივია დღეს დროებით საგამოძიებო კომისია მტკიცებულების დონეზე ადასტურებს, თუმცა გაუჭირდებოდა ამის გაკეთება, თქვენი როლი რო არ ყოფილიყო აქ გამოკვეთილი. ეს ერთი. მეორეც მე მინდა ბატონ ალუდას ხაზი ორი სიტყვით გავაგრძელო და ის რომ დღეს შედეგი ჩვენ გვაქვს ასეთი კლება
კარდინალური კლება იმ საქმეებისა, რაც სტრასბურგის სასამართლოში მიდის და ჩვენი ქვეყნის მხრიდან კიდე ხდება ძალიან დიდ წილად ყველა იმ დავის უმეტესწილად დავის გამარჯვებით დასრულება, რომელიც ჩვენს ქვეყნის წინააღმდეგ იმართება, ამაში არის ადგილობრივი ავტოქთონური სასამართლოების ძალიან დიდი როლი. და ის აი ცალსახად საზოგადოებას გვისმენს და მინდა კიდევ ერთხელ კარგად რომ გავიაზროთ, აი მაგალითად რუსთავიორის საქმე, რომელიც იყო ესე ყადაღებული თემა, რომლის წიაღშიც ამ საქმის განხილვის წიაღშიც პირდაპირ მნიშვნელობით ტალახს ესროდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ არა მხოლოდ ქვეყნში არსებული ოპოზიცია, არამედ ძალიან ბევრი საელჩოს წარმომადგენელი, უცხოელი აქტორები, ქართულ მოსამართლეებს, ოდესაც ეს ყველაფერი იყო რაღაც გამომცხვარი ისე თითქოს შეგნებულად თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ხდებოდა რაღაც ეწოლა, გადავიდა დრო და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ის, რომ ქართველი მოსამართლეები იყვნენ აბსოლუტურად მართავდა. და ეს საკითხი პირველ ეტაპზე, როდესაც აწეული იყო ტემპერატურა და ცდილობდნენ შეურაცხყოფა მიეყენებინა ჩვენი მოსამართლეებისთვის, ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა ბევრის მხრიდან ჩვენი ქვეყნის არაკეთილ მოსურნეების სამწუხაროდ დღევანდელი გადასახედით, მაგრამ როდესაც საქმე დასრულდა ისე როგორც დასრულდა და გამართლდა საქართველოს აი იმ დავაში, რაც რუსთავიორს ეხება, კაცშვილს ხმა არ ამოუღია, არც ბოდიში გვახსოვს ჩვენ ვინმესგან, თუნდაც მოსამართლეთა მიმართ და ანც ამის სინანული, რომ სხვას გადაცილებულები იყვნენ მაშინ, როდესაც ასეთ შეფასებებს აკეთებდნენ. ამიტომაც კარგია თუ კი ამას ბუნებრივია თქვენ არ დააკელით თქვენის მხრიდან ანგარიშის წარდგენისას ამაზე საუბარი, მაგრამ კიდევ ერთხელ ხაზგასმით იქნება გამოკვეთილი, რომ საქართველოს სასამართლოები თავის საქმეს კონსტიტუციით და კანონით დაკისრებულ საქმეს მესამე ხელისუფლება კეთილსინდისიერად, სწორად და სამართლებრივად მართებულად აკეთებენ და მეორე მხრივ კიდევ ერთხელ საზოგადოების გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ის საქმე, რომელსაც თქვენ აკეთებთ, არის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი. და იქ სტრასბურგში მართლაც გადის წითელი ხაზი, ბრძოლის ხაზი, სადაც ჩვენი ქვეყნის ინტერესები არის არანაკლებად დასაცავი, ვიდრე თუნდაც სხვა ნებისმიერ ადგილას, სადაც შეიძლება არასამართლებრივი დავით, არამედ თუნდაც სხვა საკითხებით ხდებოდეს ქვეყნის ინტერესების დაცვა. დიდი მადლობა ამისთვის. ბატონო ბექა, მეცმექნება შეკითხვა, რა თქმა უნდა, თითოეულ სიტყვას თითოეულ ნათქვამს აბსოლუტურად ვიზიარებ ჩვენი კოლეგებისას. და კიდევ ერთ საკითხს მინდა რომ თქვენი ყურადღება გაგემახვილებინათ, რომ სამწუხაროდ ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ინსინუაციები მოყვა, რასთან დაკავშირებითაც თქვენც არაერთხელ გაგკეთებიათ განმარტება, მაგალითად გარკვეული მუხლების დარღვევასთან დაკავშირებით, მაგალითად მე-6 მუხლის დარღვევასაც იყოს საუბარი და კიდევ ერთხელ საზოგადოებას რომ დეტალურად უთხრა თუ რა იყო, რა დარღვევებზე იყო აქ საუბარი სტრასბურგის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში მითითებული და კიდევ ერთხელ რომ ვავხილოთ ის სიცრუეები, რომელიც არაერთხელ ყოფილა სამწუხაროდ გაჟღერებული ჩვენი კი არა რეალურად ჩვენი ქვეყნის ოპონენტების მიერ. და ოჩიგავას საქმე არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ ეს არის საქმე, რომელზეც თქვენც ისაუბრეთ, მაგრამ საზოგადოებისთვის უმჯობესია, რომ ცოტა უფრო მეტი დეტალი გავაცნოთ, რომ ეს არის საქმე, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ სისტემური და სისტემატიური წამება ხდებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში. და ის, რომ ეხლა სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობა არის რადიკალურად შემცირებული, ეს რა თქმა უნდა, როგორც სასამართლო სისტემის გამართულად საქმიანობის შედეგია, ამავდროულად ამ ყველაფერს აქვს თავისი საფუძველი, გვესწრებიან ჩვენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, შინაგან საქმეთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტროში რომ ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტით დაცვა ხდება, ამავდროულად რომ პროკურატურა საქმეებს იძიებს
საქმეებს იძიებს სისხლის სამართლის საქმეებს და რეალურად არ არის დაკავებული პოლიტიკური თუ ფინანსური თუ ქონებრივი რეკეტით, რომელიც ასე ნიშანდობლივი იყო 2003-2012 წლებში და ამავდროულად პენტენციური სამსახური, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, სადაც პატიმართა თავისუფლება აღკვეთილ ადამიანთა მდგომარეობაზე იზრუნოდა სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა პროგრამების და სხვადასხვა ინიციატივების თვალსაზრისით ამ კუთხით რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობა გვაქვს ადამიანებს, რომლებსაც ეხლა აქვთ შესაძლებლობა, რომ მიიღონ ჯანდაცვის საშუალებები, ამავდროულად ისარგებლონ არაერთი იმ საშუალებით, რომელსაც აქვთ თავისუფლება აღკვეთილ ადამიანებს, ელოდება და სწავლის საშუალებებიც კი აქვთ და ჩვენ ვისმენთ მათ შორის საგამოძიებო კომისიის ცნობების ფარგლებში, რომ ადამიანებს ეგრეთ წოდებულ ფუქსებში ათავსებენ, სადაც რომ ესუნთქათ ელემენტარულად დაწოლილი იყვნენ ნიადაგზე და სუნთქვის საშუალებებს არ აძლევენ. ესეც მნიშვნელოვანია, რომ ხაზგასმული ყოფილიყო და ოჩიკავა საქმესთან დაკავშირებით ვთქვათ, რომ იყოს ცოტა უფრო მეტ დეტალი და ამავდროულად თუ დავსწრეს საზოგადოებასაც, კი ბატონო, მოდი დავიწყოთ გამოდოთ თქვენგან და შემდეგ უკვე აპარატის თანამშრომლებსაც ვთხოვთ, რომ მოგესალმებით, მადლობა. მეკითხვა ან კომენტარი მაქვს და გაგიზიარებთ ინფორმაციას. ალბათ იცით, რომ წლების განმავლობაში ჩვენი აპარატი ამზადებდა ეგრეთ წოდებულ ალტერნატიულ აპარატს იმ ანგარიშთან დაკავშირებით, ორივე მიმართულებით, როგორც გაეროს, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე. ამ ეტაპზეც მუშაობთ ჩვენ ამ ალტერნატიულ ანგარიშზე, უბრალოდ რახან ფიქსირებული არ არის თარიღები და ვადების წარმოდგენა ამ განხილვისთვის ვერ მოგისწარით, მაგრამ აუცილებლად იქნება ორივე ანგარიში მზად უახლოეს მომავალში, ორივეს წარმოგიდგენთ, როგორც სამინისტროს, ასევე პარლამენტს და იმედს ვიტოვებთ, რომ პარლამენტს თავის დასკვნის მომზადებაში დაეხმარება ეს ჩვენი შეფასებებიც. მადლობა. მოგესალმებით. მე ერთი დამაზუსტებელი კითხვა მექნება ჯეირანოვას საქმესთან დაკავშირებით. ანგარიში ხაზგასმით არის მითითებული, რომ აპლიკანტებს მიენიჭათ კომპენსაციის უფლება 100,000 ლარის ოდენობით. უბრალოდ რომ დავაზუსტოთ, მხოლოდ მიენიჭათ თუ ასევე რეალურად იქნა ეს თანხა გადახდილი? შეგიძლიათ რომ ჩანახოს საკითხები. დიდი მადლობა ყველა გამომხილველს პირველ რიგში. მადლობა თქვენი მხრიდან გადახდილი შეფასებისთვის, მადლობებისთვის და შეფასებისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის. მეც უერთდები ამ მადლობას და იუსტიციის სამინისტროს ყველა ხელმძღვანელს, ქალბატონ თიათი დაწყებული, ბატონ გოჩას, ბატონ რატის, ბატონ ანრის, ბატონ პატას ყველას ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი ამ პერიოდის განმავლობაში. ძალიან აქტიური ჩართულობისთვის ამ საქმეებში და მათი ხელმძღვანელობისთვის. ყველა ჩვენს თანამშრომლებს, ქალბატონ ნიკოლაიშვილი გვესწრება ჩვენ დეპარტამენტის ხელმძღვანელი და მის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელს. მათი საქმიანობა არის ნამდვილად შეუფასებელი, განსაკუთრებით იმ მიმართულებით, რომელიც შეეხება სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას საერთაშორისო სასამართლოებში. თქვენ შეეხეთ რამდენიმე საქმეს და მეც კომენტარს გავაკეთებ და დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით. ომის საქმე, რა თქმა უნდა, არის ისტორიული საქმე, ტყუილად არ გვიწოდებია ჩვენ ამ საქმესთვის ისტორიული, რადგან საგამოძიებო კომისიაც ახსენეთ და იქ უფრო დეტალური მოხსენება გავაკეთე ამასთან დაკავშირებით, მაგრამ რადგან ეს ფორმატის გვაძლევს შესაძლებლობას, რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს გავიხსენებ ამასთან დაკავშირებით, ნამდვილად ესე იყო, საქართველოს არ უწევდა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქმის წარმოება ამ დავის ფარგლებში, ბევრი სხვა გარემო ფაქტორი იყო ჩვენ წინააღმდეგ, დაწყებული იმით, რომ წინა ხელისუფლების მხრიდან არათუ კიცებულებები არ დაგხვდა, რომელიც მოგვეხმარებოდა, არამედ ბევრი ისეთი მოცემულობა დაგხვდა, რომელმაც ჩვენი შანსები მინიმუმამდე დაიყვანდა, შეიძლება შეუძლებელიც კი გახადა ამ საქმეების წარმატებით დასრულება. მაგალითისთვის რამდენიმეს გავიხსენებ, როდესაც ჩვენ საქმეში ჩავერთეთ, უკვე არსებობდა ევროსაბჭოს ცნობილი რეზოლუცია, სადაც თვითონ მაშინდელი ხელისუფლება და ხელსაწერდა და აღიარებდა ომის დაწყებას ქართული მხარის მხრიდან და კიდევ უფრო მძიმე მუხლი იყო, სადაც ქართულ სამხედროებს დაბრალებული ჰქონდათ საერთაშორისო დანაშაულების ჩადენა. ეს პირდაპირ ნიშნავდა იმას, რომ როდესაც ამ საქმეში სტრასბურგი და ჰააგა ჩაერთვებოდა, ერთი მხრივ დარღვევა უნდა დასცქენოდა საქართველოს სტრასბურგში და ჰააგას უკვე უნდა გამოეკვეთა კონკრეტულად სამხედროები დამნაშავეები. ამასთან ერთად ჩვენ დაგხვდა მოცემულობა,
ტალიანის კომისიის დასკვნის სახით, სადაც ორივე კომპონენტი იგივე იყო გამეორებული, როგორც ომის დაწყების თაობაზე, ასევე ჰუმანიტარული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაზე იყო იქ პირდაპირ ჩაწერილი. ტალიანის კომისიამაც დასკვნა, ასე ვთქვათ, შეიმუშავა მაშინდელი ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და მათი ჩართულობით მათ მიერ მიწოდებული მტკიცებულებების საფუძველზე. ჩვენ დაგვხვდა მოცემულობა, როდესაც მაშინდელ ხელისუფლებას წაგებული ჰქონდა მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში ჰააგაში საქმე, რომელიც შეეხებოდა ICJ-ში, რომელიც შეეხებოდა ეთნიკურ დისკრიმინაციას. 2011 წელს ეს საქმე სამწუხაროდ მაშინდელმა ხელისუფლებამ წააგო. ჩვენ დაგვხვდა მოცემულობა, როდესაც საქართველოს წინააღმდეგ იყო შეტანილი 3300 ინდივიდუალური საჩივარი. და სამწუხარო არის, რომ მათ შორის იყვნენ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც საქართველოს აბრალებდნენ ცხინვალის დაბომბვას გრადებით. ეს საქმე ამ 3300-დან ერთიც რო წაგვეგო, დღეს უკვე დეოკუპაციაზე და სუვერენიტეტის გამტკიცებაზე საუბარი უკვე შეუძლებელი იქნებოდა. თუმცა საბედნიეროდ ჩვენმა ხელისუფლებამ ყველა ეს საქმე მოიგო, 3300 საჩივარიც მოიგო, რუსეთს ყველა დავა მოუგო. ამ ხელისუფლების პირობებში გაჩნდა იურიდიულ დოკუმენტებში ისეთი ჩანაწერი, როგორც არის ოკუპაცია. ოკუპაცია ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს დიდი ხნის განმავლობაში უჭირდათ ეხსენებინათ ეს ტერმინი, დღესაც არ არის ესეთი მარტივი მათთვის, რომ ოკუპაცია დაარქვან. შეგვიძლია გამოგზავნოთ სხდომა ბატონო ბეკა. გთხოვთ. კი ბატონო. ამ წარმოების შედეგად საზოგადოებას, რადგან აღინიშნა აქ, დამატებით შევახსენებ, ეს არ არის უბრალოდ გადაწყვეტილება, სადაც ფურცელზე ჩაიწერა რაღაც გამარჯვება და არა ხელშესახების შედეგის მომტანი არ იქნება. პირველი ეს არის სამართლებრივი დოკუმენტებში ჩაწერილი ტერმინი ოკუპაცია. აქამდე ეს ტერმინი არც ერთ სასამართლო გადაწყვეტილებაში არ ყოფილა. ვამბობდი იმას, რომ პოლიტიკურ დოკუმენტებშიც კი ნაკლებად ჩდება ხოლმე. ამ გადაწყვეტილებაში ფაქტობრივად მითითებაა გაკეთებული ქართველების ეთნიკურ წმენდაზე, ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ეს. პირდაპირ გადაწყვეტილების ახსრულების ნაწილზე მინისტრთა კომიტეტში როცა ვსაუბრობთ, იმ მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებებში არის საუბარი დევნილთა დაბრუნების უფლებაზე, ეს იმიტომ რომ გადაწყვეტილებაში ჩაიწერა პირდაპირ რომ დევნილებს აქვთ დაბრუნების უფლება საცხოვრებელ ადგილებზე და აქ სწორად აღინიშნა რომ გარდა ამ გადაწყვეტილებისა იყო ინდივიდუალური საქმეები, რომლთა გამარჯვების შემდეგაც ჯამში შეიკრა სურათი ისე რომ 90-იან წლებშიც 2008 წლის ომის დროსაც და განგრძობადი ოკუპაციის ფარგლებშიც ყველაფერზე პასუხისმგებლობა უდგინდება რუსეთის ფედერაციას. უფრო მეტიც ერთ-ერთ საქმეზე, აი ამ აფხაზეთთან დაკავშირებულ საქმეებზე ისიც კი არის გადაწყვეტილებაში შესავალ ნაწილში ნახსენები, რომ პირველი რესპუბლიკის ოკუპაცია მოხდა საბჭოთა რუსეთის მიერ. ანუ ისტორიული დოკუმენტები ეს არ არის მხოლოდ რაღაც სამართლებრივი შეფასებები, მათ შორის ისტორიული დოკუმენტებია იმისათვის, რომ ისტორიის გადაწერა ვერ მოხდეს და ნამდვილად ამ შედეგის მისაღწევად საქართველოს ბევრი ხელშემშლელი გარემოება და ბევრი ხელშემშლელი ფაქტორი იყო, იმ მტკიცებულებებზე აღარ ვიტყვი, რომ არათუ ისკანდერი არ იყო საქმის მასალებში, ელემენტარულად ქართული დასახლებული პუნქტების დაბომბვის დამადასტურებელი ფოტო და ვიდეო მასალაც კი არ იყო. და ჩვენ წლების შემდეგ დაგვჭირდა ამ საკითხების დამუშავება, საქმეში დამაგრება და შემდეგ საერთაშორისო სასამართლოებში გამოყენება. ბატონი რატის მეორე საკითხი შეეხებოდა გაეროს შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტში არის თუ არა შესული საჩივარი. ამ მომენტისთვის ჩვენ ესეთ საჩივარი არ მიგვიღია, შესაძლოა ვინმემ გააგზავნა და კომიტეტი თვითონ ამუშავებს. შიშუმპირებს რაც შეეხებოდა, ერთადერთი საქმე იყო ბავშვთა უფლებათა კომიტეტში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვს შეეხებოდა. ბატონი ალუდას შემდეგი საკითხი, პრინციპში საგამოძიებო კომისიის ნაწილს და ომის ნაწილს შევეხე. სტატისტიკა და ამ სტატისტიკაში ჩვენი მართლმსაჯულების როლი. ნამდვილად ამას გამოსახავს, ან ჩვენ ხშირად ამ სტატისტიკას სწორედ პარტნიორებთან, უცხოელებთან შეხვედრის დროს ანგარიშებში ზუსტად ამ კუთხით ვახსენებთ ხოლმე, რომ 94% არ არის პატარა რიცხვი, ძალიან დიდი რიცხვია. 10-15 წელში 94%-ით შემცირება მიმდინარე საქმეების. და მხოლოდ რაოდენობის შემცირებაზე არ არის აქ საუბარი. აქ საუბარია იმაზე, რომ ყველა ისეთი რეზონანსული საქმე, აქ რუსთავიორის საქმე იყო ნახსენები მაგალითისთვის, ხომ? ყველა ეს რეზონანსული საქმე, რომელიც პირდაპირ შეეხებოდა ქართული მართლმსაჯულების საქმიანობას, საქართველოს ასევე სუფთად მოიგო. და რუსთავიორის საქმეზე ოდნავ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით, ბევრ თქვენგანს ახსოვს, რომ
სანამ სტრასბურგის სასამართლო ამ საქმეს გადაწყვეტდა, ეროვნულ დონეზე ისეთ სურათი შეიქმნა, რომ თითქოს უკვე გადაწყვეტილი იყო ამ საქმეში რაღაც პოლიტიკური მოტივების არსებობა, ჩარევა და ასე შემდეგ. ამაზე საუბრობდა საერთაშორისო ორგანიზაციები, საუბრობდნენ ეროვნულ დონეზე, არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი, სხვადასხვა საელჩოები, მესამე მხარეთ იქ ჩაერთო არასამთავრობო ორგანიზაციაც და ასე შემდეგ. თითქოს უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ეს საქმე მარტივი იყო პოლიტიკური ჩარევის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი და ამ გადაწყვეტილებამ აჩვენა არა მხოლოდ ის, რომ ერთ კონკრეტულ სამოქალაქო დავაზე სწორი იყო უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილება, აჩვენა ისიც, რომ მართსაჯულება სრულად დამოუკიდებელია რაიმე პოლიტიკური ჩარევისგან, რადგან ეს იყო მომჩივნების მოთხოვნა. საჩივრის ერთ-ერთი პუნქტი შეეხებოდა ამას, რომ სასამართლოზე ხერხემლოებოდა პოლიტიკური ჩარევა. ამ საქმემ აჩვენა მეორე ისიც, რომ მედია თავისუფლება არის მაღალ დონეზე ევროპული სტანდარტებით, რადგან მომჩივნები ამბობდნენ, რომ რუსთავიორის საქმე თუ მათ საწინააღმდეგოდ გადაწყდებოდა, მეორე დღიდან საქართველოში ობიექტური მედია, კრიტიკულად განწყობილი მედია აღარ იარსებდა. ხელისუფლების პოზიცია ამ საქმეში იყო, ჩვენ გავაგზავნეთ ჩვენი კანონმდებლობა, პრაქტიკა, ევროპულ სასამართლოს აუხსენით ის, რომ ისეთი ლიბერალურია საქართველოს კანონმდებლობა, რომ ფაქტობრივად 10 დღეში შესაძლებელია ნებისმიერმა პირმა ახალი ტელევიზია დააფუძნოს და ჩამოაყალიბოს და ვაჩვენეთ ეს სტატისტიკურად და პრაქტიკით. და ფაქტობრივად ამ გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ სწორედ ეს თქვა, რომ მართსაჯულებაც ხორციელდება სწორად და მედია თავისუფლებაც უზრუნველყოფილია საქართველოში. ამის გაგრძელება შეიძლება იყოს მაღალჩინოსნების საქმეები, რომელიც ასევე აღინიშნა, ყველა ყოფილი მაღალჩინოსანი ფაქტობრივად, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში წავიდა, უთითებდა მე-18 მუხლზე, მე-18 მუხლი გულისხმობს მართსაჯულებაში, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ჩარევას, ყველა ამ საქმეზე საქართველომ ეს დავა მოიგო. არც ერთ შემთხვევაში არ დადასტურდა რაიმე პოლიტიკური ჩარევა ან საგამოძიებო ორგანოების საქმიანობაში ან სასამართლო სისტემის საქმიანობაში და ერთობლიობაში ეს არის ყველაზე კარგი მაჩვენებელი იმის, რომ რამდენად დამოუკიდებლად ხორციელდება მართსაჯულება საქართველოში, რადგან ესეთი მაღალ რეზონანსულ საქმეებში განსაკუთრებით კარგი ტესტი არის ხოლმე სასამართლოს დამოუკიდებლობის შესაფასებლად. დამატებით იმასაც გეტყვით, რომ გარდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა, მართსაჯულების სისტემისადმი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულება იზომება საზოგადოების ნდობითაც და იუსტიციის სამინისტრომ ორჯერ ჩაატარა ფრანგული კომპანია იფსოსის დახმარებით გამოკვლევა 2018 წელს და უკვე შარშან მეორედ რამდენი იყო, ასე ვთქვათ, რა დონეზე იყო ნდობა ასე ვთქვათ, სასამართლო მოსახლეობის მხრიდან დამოკიდებულება როგორი იყო სასამართლოს მიმართ და 2018 წელს მაჩვენებელი იყო 52%, ერთი შეხედვით 52% შეიძლება არ იყოს შთამბეჭდავი, თუმცა იგივე კვლევის მიხედვით ევროკავშირის ქვეყნებში საშუალო მაჩვენებელი იყო 51%. და შარშან ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს 52%, ანუ მოსახლეობის მხრიდან ნდობა 62%-ს ჰქონდა უკვე გამოხატული, 62% ბევრად აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს. ანუ ეს არ იყო რაღაც სახელმწიფო უწყების მიერ ჩატარებული კვლევა, ეს იყო იფსოს ფრანსი, რომელიც ძალიან ცნობილი კვლევითი ორგანიზაციაა, მის მიერ ჩატარებული კვლევა. კი ბატონო, მე მგონი ბატონი დავითის კითხვებიც იგივე საკითხებს შეეხებოდა. ბატონი არჩილი საუბრობდა ასევე ოჩიგავას საქმეზე. ოჩიგავას საქმე ნამდვილად არის ის საქმე, რომელზეც უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ. მე შესავალში შევეცადე მოკლედ წარმომეჩინა, თუმცა ეს ნამდვილად ისეთ საქმეა, რომელიც შეიძლება სასწავლო მიზნებისთვისაც იყოს გამოყენებული, რადგან რაში შეიძლება გამოვლინდეს წამება, როგორ შეიძლება იყოს წამება სისტემური და სისტემატური, მთლიანად ამ გადაწყვეტილებაში არის წარმოჩენილი. ეს არ ეხება ერთი კონკრეტული პირის საქმეს, სასამართლომ ამ საქმეში მთლიანად შეაფასა, რა ხდებოდა საქართველოს პენიტენციურ სისტემებში. აღწერილია მთლიანი პრაქტიკა დაწყებული იმით, როდესაც პატიმარი შედიოდა პენიტენციურ დაწესებულებაში, როგორ უწევდა ეგრეთ წოდებული კორიდორის გავლა, აუცილებლად ცემას უნდა დაქვემდებარებოდა ის. იქ წარმოჩენილია მთელი რიგი დეტალები, რომ პატიმრებს არ ჰქონდათ ძილის საშუალება ერთ ძალიან ვიწრო სივრცეში იმდენი პატიმარი იყო, რომ
დაჯდომის საშუალებაც კი არ ქონდათ, მათ ეკრძალებოდათ საუბარი, მხოლოდ ჩურჩულით შეიძლებოდა ესაუბრა და ეს კონკრეტული მომჩივანი ოჩიგავა, რომელიც სრულიად ჯანმრთელი შევიდა პენიტენციურ სისტემაში და იქიდან უკვე სისტემატური ცემის შედეგად და ძალადობის შედეგად გამოვიდა, ასე ვთქვათ, უკვე ეტლით მოსარგებლე, ან ჯანმრთელობა ისე დაუზიანეს. მას კონკრეტულად გადაწყვეტილებაში აღწერილია ძალიან დეტალურად. ერთ ეპიზოდში გააშიშლეს ცივი წყლით, ასე ვთქვათ, მთელი ღამის განმავლობაში ცივ წყალს აცხავდნენ, მან როდესაც ცემისგან გონება დაკარგა, ერთ დღეს გაიღვიძა და მორგში იყო მიცვალებულებებზე მიბმული, ხელბორჭილით. აი ეს დეტალები არის ოჩიგავას საქმეში აღწერილი და სასამართლო საუბრობს, რომ ეს არ იყო ერთი კონკრეტული საქმე, არამედ ეს იყო სისტემური და სისტემატური, ანუ მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი და ეს არ იყო ერთჯერადი, მუდმივად ესე ხდებოდა პენიტენციურ სისტემაში. რაც შეეხება განხორციელებულ რეფორმებს, ბატონი არჩილი საუბრობდა, გარდა ოჩიგავას საქმისა, ანუ ჩვენ გვქონდა დაახლოებით 100-მდე საქმე ამ დარღვევების, რადგან ვისაუბრეთ, 100-მდე საქმე შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში მომხდარ დარღვევებს. აქ საუბარი იყო როგორც არასათანადო მოპყრობაზე, ციხეში ადამიანების გარდაცვალებაზე, ეგრეთ წოდებული ბუნტის საქმეც ამის ნათელი მაგალითია, როდესაც ფაქტობრივად პატიმრები ჩაცხრილეს საკნებში, 7 პატიმარი გარდაიცვალა ამ დროს და 22 დაშავდა. აქ საუბარი იყო არასათანადო მკურნალობაზე, C-ჰეპატიტისგან და ტუბერკულოზისგან, პირდაპირ გაგებით ადამიანები ციხეში იხოცებოდნენ. 2014 წელს ევროპულ მინისტრთა კომიტეტმა ჩათვალა, რომ უკვე განხორციელებული რეფორმების შედეგად, სადაც ჯერ პენიტენციურ სისტემაში აღმოიფხვრა ეს პრობლემა, ქართულ პენიტენციურ სისტემაში ჩაითვალა, რომ საკითხი გადაჭრილი იყო. მანამდე ციხეში პატიმრები იხოცებოდნენ ტუბერკულოზით და C-ჰეპატიტით, იმიტომ რომ მათ მკურნალობა არ გაეწეოდათ. და ბევრი სხვა საქმე ესეთი, რომელიც დღეს შეიძლება ითქვას, რომ სრულად აღმოფხვრილია, დღეს პენიტენციურ სისტემა საერთოდ სხვა ეტაპზე არის. ბატონი არჩილიც საუბრობდა, დღეს პენიტენციურ სისტემაში მაგალითისთვის გვაქვს იუსტიციის სახლები, იქიდან პატიმრებს შეუძლიათ უნივერსიტეტში მიიღონ უმაღლესი განათლება და არაერთი რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის ღონისძიებაა შეთავაზებული, მათ შორის მათ აქვს შესაძლებლობა, რომ საკუთარი პროდუქცია იუსტიციის სამინისტროს მიერ შეთავაზებული რემარკეტის მეშვეობით გაყიდონ და ამით მიიღონ შემოსავალი. მეექვსე მუხლს რაც შეეხება, ბატონი არჩილი საუბრობდა, კონკრეტულ საქმეს არ მეტყვით, რომელზეც გსურთ, რომ დამატებით ინფორმაცია მოგაწოდოთ. არ აქვს ზოგადად იყო საუბარი, რომ დარღვევებზე მაგალითად არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია განსაკუთრებით საკითხის აქტუალიზაციას ახდენს ხოლმე. და ახდენს, რომ თურმე ქართული ოცნების ხელისუფლების ყოფნის პერიოდში ხდება ის დარღვევები, თან მძიმე დარღვევები, რაც რა თქმა უნდა არავითარ ასე დარღვევებს არ აქვს ადგილი და ვერც ეკნება, რომ პირიქით თითოეული ორგანო, პასუხისმგებელი ორგანო მიმართულია იქითკენ, რომ ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტი იყოს დაცული და არაერთი საკანონმდებლო ცვლილებები ამისთვის განხორციელებული და პრაქტიკაში განხორციელებული რეფორმები. და ამ დარბაზში უშუალოდ ხედან ადამიანები, რომელთაც სრულმისული მიუძღვით ყველაფრის განხორციელებაში, როგორც აპარატის თანამშრომლებს, ასევე პარლამენტის წევრებს და შესაბამისად სამართალდაუზუსტავი ორგანოების წარმომადგენლებს. ხოლო ერთ-ერთ დეპუტატს ორივე კუთხით, როგორც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ისე პარლამენტში საქმიანობის დროსაც და რამდენიმე საქმე იყო, არ მინდა ორთულად საქმეების დასახელება, მაგრამ ზოგადად სისტემურად რო ვთქვათ, რას ეხებოდა რამდენიმე მაგალითი იყო ასეთი. კი ბატონო. არასამთავრობო ორგანიზაციების ეს ზოგადი შეფასება, რაც შეეხება თითქოს მეექვსე მუხლთან მიმართებით საქართველოში რაღაც განსაკუთრებული გამოწვევა, ეს სპეკულაციური ერთი მარტივი მიზეზით, მეექვსე მუხლი თავის შინაარსით არის ისეთი მუხლი, რომელიც აბსოლუტურად ყველაზე ხშირად გამოყენებადია ყველა ქვეყნის წინააღმდეგ. ერთი მარტივი მიზეზის გამო, სანამ საქმე მოხდება სტრასბურგის სასამართლოში, მან უნდა გაიაროს ეროვნული სასამართლოები. როდესაც ეროვნულ სასამართლოებს გაივლის, ნებისმიერ მაგალითისთვის ადამიანი თუ დაობს საკუთრების უფლებაზე, მან ჯერ უნდა იდეოს ეროვნულ სასამართლოებში, შემდეგ წავიდეს სტრასბურგში. როდესაც ის მიდის სტრასბურგში, მას გარდა იმისა, რომ საკუთრების უფლების მუხლზე აკეთებს მითითებას, პარალელურად ის მითითებას აკეთებს მეექვსე მუხლზე, რადგან მიაჩნია, რომ შიდა დონეზე სასამართლო არ იყო სამართლიანი, სხვა შემთხვევაში ის სტრასბურგში არ წავიდოდა. შესაბამისად, აბსოლუტურად ყველა ქვეყანაში მეექვსე მუხლი, ასე ვთქვათ, დამატებითად გამოიყენება ხოლმე სხვა ძირითად მუხლებთან ერთად, ყველაზე ხშირად გამოყენებულია და პროპორციულადაც სტატისტიკა რო შევაფასოთ, ყველა ქვეყანასთან მიმართებით შეიძლება ყველაზე ხშირად ირღვევა.
მეექვსე მუხლის დარღვევა შეიძლება გულისხმობდეს მაგალითისთვის რო გითხრათ საქართველოს შემთხვევაში შეიძლება იყოს რომ მომჩივნისთვის ხანგრძლივად გაიწელა სასამართლო პროცესები მაგალითისთვის 7-8 წელი გაგრძელდა ბოლოს შეიძლება მის სასარგებლოდ დასრულდა საქმე მაგრამ ის რომ პროცესი გაიწელა უკვე მეექვსე მუხლის დარღვევა შეიძლება იყოს მეექვსე მუხლის დარღვევა შეიძლება იყოს როდესაც რაღაც ერთი კონკრეტული მტკიცებულება შეიძლება მოსამართლემ არ გამოიკვლიო რომელიც ჩაითვალა რომ იყო მნიშვნელოვანი და ასე შემდეგ ანუ არც ერთი საქმე მეექვსე მუხლთან მიმართებით საქართველოსთან დაკავშირებით არ დარღვეულა რომელიც მიუთითებდა მართლმსაჯულების სისტემის რაღაც სისტემურ ან დიდ პრობლემას, რომელსაც რეფორმირება სჭირდება. ერთი საქმეც არ არის, ესეთი საქმე რო ყოფილიყო, ანგარიშიც მიუთითებდნენ და იმ საქმეს განსაკუთრებით გამოყოფდნენ, პირიქით, ყველა საქმეზე, როდესაც ესეთი რეზონანსული იყო და სადაც თითქოს ეჭვები იყო პოლიტიკურ შესაძლო ჩარევაზე ან სხვა სახის ჩარევაზე, აბსოლუტურად ყველა საქმე მოიგო საქართველოს და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე-18 მუხლზე როცა მიუთითებდნენ ხოლმე, ეს შეეხებოდა როგორც რუსთავი 2 საქმეს, ისე ყველა ყოფილი მაღალჩინოსნის საქმეს, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და ევროპულმა სასამართლომ იქ რაიმე ხარვეზი ვერ დაინახა შესაბამისად ნამდვილად ეს სტატისტიკით შეიძლება манипуლირება იყოს ნებისმიერი ქვეყანა რო ავიღოთ ახლა ჩვენ შემთხვევით შერჩევით და ამოვარჩიოთ ყველაზე მეტი მუხლი დავების წარმოების კუთხით და დარღვევების კუთხით იქნება მეექვსე მუხლთან მიმართებით იმიტომ რომ ჯერ შიდა სასამართლოებში ხდება საქმის განხილვა და მერე მიდის სტრასბურგში მადლობა ბატონო ერთი კომენტარის გაკეთება მინდა ბატონო სხდომის თავმჯდომარემ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ქალბატონმა თამარმა ასევე ახსენა ალტერნატიული ანგარიშები და მინდა დავაფიქსირო კომიტეტის პოზიციას რომ ჩვენთვის ძალიან საინტერესოა ყოველთვის სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიში და დიდი ინტერესით გავიცნობთ რა საკვირველია მას რაც შეეხება სხვა ალტერნატიულ ანგარიშებს რომელსაც პრაქტიკა მქონდა ხოლმე კომიტეტში როდესაც თავდით შესაძლებლობას რომ სარგებლო არასამთავრობო ორგანიზაციებს ასევე წარმოედგენათ ხოლმე ალტერნატიული ანგარიშები და ამას ვაკეთებდით იმისთვის რომ ესეთი ორგანიზაციები მათ შორის გაგვიძლიერებინა მაგრამ არის ესეთი შემთხვევები ბატონმა ბექამაც ახსენა რომ ერთ-ერთი ესეთი ორგანიზაცია რომელიც აქ თან სტრასბურგის სასამართლოს ალტერნატიულ ანგარიშს წარმოადგენდა ამავდროულად რუსეთის სასარგებლოს სტრასბურგის სასამართლოში ებრძოდა საქართველოს და იქ წერდა საჭიროებს საქართველოს წინააღმდეგ და რა თქმა უნდა ესეთი არასამთავრობო ორგანიზაციების არც ალტერნატიული და არც სხვა ანგარიშებს არანაირი ფასი ჩვენთვის არ ექნება რაც შეეხება სახალხო დამცველის ალტერნატიულ ანგარიშს მას დიდი ინტერესით გავიცნობთ მეც დავამატებ თუ შეიძლება ამ საკითხზე გამორჩა ეს კომენტარი ქალბატონ თამარისგან ჩვენთვისაც რა თქმა უნდა ძალიან ღირებულია სახალხო დამცველის ალტერნატიული ანგარიშები მარტო პარლამენტის წინაშე არა თვითონ მინისტრთა კომიტეტის წინაშეც ძალიან აქტიურად აგზავნის სახალხო დამცველი ანგარიშებს შეფასებებს ისევე როგორც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის ეცნობა და ყურადღებით სწავლობს ხოლმე ამ შეფასებებს და აპარატის მხრიდან იყო კიდევ ერთი შეკითხვა დასმული ჯეირონას საქმეზე კომპენსაცია მიენიჭა თუ უკვე მიიღეს ჩვენთვის რა ინფორმაცია ცნობილია იუსტიციის სამინისტრო ამში და წარმოების დროს არ არის მხარე მხოლოდ მესამე მხარეთ ერთობა ხოლმე იმისათვის რომ სასამართლომ სწორად განსაზღვროს კომპენსაციის ოდენობა მოპასუხე არის ფინანსთა სამინისტრო ესე საპროცესო კოდექსით ჩამოყალიბებული შესაბამისად ზუსტად ანგარიშესთან ხადაუჯდათ თუ არა ეს ინფორმაცია არ გვაქვს თუმცა სასამართლოს მხრიდან მიენიჭა და რამე ეს შეფერხება რო ყოფილიყო მომჩივნები აუცილებლად შეგვატყობინებდნენ და რეაგირება მოხდებოდა ამიტომ უნდა ვივარაუდოთ რომ ეს თანხა უკვე მომჩივნებამდე მისულიც იქნება ბატონ რატი არა მხოლოდ ეს ამ ორგანიზაციის რომელზეც თქვენ საუბრობდით არა მხოლოდ მისი ანგარიშები აღარ არის საერთოდ რელევანტური არამედ იმ მაგ ორგანიზაციას იმ დროს როდესაც საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში მომჩივან მხარეს წარმოადგენდნენ ის ხელმძღვანელები ეხლა თავს აძლევენ უფლებას რომ რეალურად ვინც იბრძვის ოკუპაციის წინააღმდეგ და ჩვენი სუვერენიტეტის გასაძლიერებლად იმ ადამიანებს აყენებენ შეურაცხყოფას და კავშირს აბრალებენ აღარ დავასახელებ ვისთან და როგორ და რანაირად არსებობს სამწუხაროდ ისეთი ადამიანები რომ როდესაც გაუწყდება ჩუბლის ძაღლი მე ცხოვრება უმარტივდებათ ხოლმე და სამწუხაროდ გვაქვს ასეთი ბევრი შემთხვევა მაგრამ ერთი ისიც უნდა ვთქვათ რომ ქართული სახელი და გვარი არ ნიშნავს როგორც აღმოჩნდა ქართველობას
და იმის აღქმას, რომ ჩვენ საქართველოს ჩვენთვის სამშობლო სამწუხაროდ ასეთი მოცემულობა გვაქვს, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მომავალთვის აღმოსავლელია და ყველამ უნდა შევძლოთ ის, რომ გავითავისოთ, რომ ქართული სახელი და გვარის ხონა უდეს პასუხისმგებლობას გვანიჭებს და ოკუპანტის სასარგებლო საქმე არ უნდა გააკეთოს არავინ და არამხოლოდ ოკუპანტის ნებისმიერი გარე ძალის სასარგებლო საქმე საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ არ უნდა გააკეთოს არავინ. მადლობა ბატონო ბექა, თქვა საკითხები ვსწრებ თუ არ არის. მადლობა თქვენი ანგარიშისთვის, გისურვებთ ერთ წარმატებას საქართველოსთვის საჭირო საქმეების კეთებაში, თქვენ გუნდთან ერთად და რა თქმა უნდა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი უდრევად ვიქნებით ჩართულები ყველა იმ საკითხების, რომელიც საქვეყნოთვის ხასიათის არის და მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ჩვენც კიდევ ერთხელ უნდა გქონდეს აქტიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან, თუ რას ვაკეთებთ და რა არის რეალობა, იმიტომ რომ სამწუხაროდ დეзинფორმაციის ნიავარი ხანდახან კი არა და ხშირად ხოლმე რეალობას და არსებულ ინფორმაციას შემდეგ გადაფარავს. მადლობა თქვენ. დიდი მადლობა. ამით შეგვიძლია რომ ჩვენ შესაბამისად რაც ანგარიშებთან დაკავშირებული მოსაზრებები და რეკომენდაციები იქნება შესაბამისი რელევანტური სამსახურების მიმართ, ეს ყველაფერი დასკვნაში აისახება და შესაბამისად გაიგზავნება თითოეულ მათგანს, შესაბამისად განცხადაზე დავაყენოთ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით საკითხი და ვინ არის მომხრე? ბატონ რატი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი გადახითი გადაწყვეტილია. ადამიანის უფლებების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს ვთხოვთ, რომ დადებითად უნდა შევაფასოთ ის ანგარიშები, რომელიც ბატონმა ბექამ წარმოგვიდგინა, ამიტომ პირველი კენჭისყრაზე ვაყენებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების განჩინებების ახსულების მდგომარეობის შესახებ 2024 წლის ანგარიშს, ვინ არის მომხრე? მადლობა და ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილს გაეროს საქართველოს მიმართ კომიტეტების საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების ახსულების შესახებ 2024 წლის ანგარიშს, ვინ არის მომხრე დადებითად შეფასდეს? მადლობა, ორივე საკითხი დადებითად არის შეფასებული და ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ხდომა დასრულებული.